ჭკვიანი ჩაიდანი iKettle ინტერნეტ ხელსაწყოების მშვენიერ მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ. ჩაიდანში წყლის ადუღება ნებისმიერი ადგილიდან ადგომის გარეშე შეგიძლიათ. ასევე წყლის ადუღების შემთხვევაში ხელსაწყო smartphone-ზე SMS შეტყობინებას გამოგიგზავნით. ჩაიდანის ჩართვას სპეციალური აპლიკაციის საშუალებით ოთახის ნებისმიერი წერტილიდან შეძლებთ. ჭკვიანი ხელსაწყო საშუალებას მოგცემთ დააყენოთ ტემპერატურის გარკვეული რეჟიმი. როდესაც ადამიანი სახლში Wi-Fi-ის დაფარვის ზონაში მოხვდება, ინოვაციური ხელსაწყო შეეკითხება მას ბოლომდე აადუღოს თუ არა წყალი. თუ მომხმარებლებს დაავიწყდებათ, რომ ჩაიდანში წყალი არ არის და ხელსაწყოს მის ადუღებას მოსთხოვს, ის შეახსენებს მათ, რომ ცარიელი ჩაიდნის ჩართვა შეუძლებელია. კომპანია MadCats-ის მიერ შექმნილი ახალი სათამაშო კონსოლი Mojo Nvidia Shield-ის პირდაპირი კონკურენტია. ის Android 4.2 Jelly Bean-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. აღჭურვილია Nvidia Tegra 4-ის 1.8 GHz-იანი პროცესორით, 2 GB-იანი ოპერატიული მეხსიერებით და 16 GB-იანი შიდა მეხსიერებით, რომელიც გაფართოება microSD ბარათით შეგეძლებათ. კონსოლის მოდულში ასევე გამოყენებულია Wi-Fi და Bluetooth. MadCats-ის ახალ კონსოლს აქვს წვდომა Google Play-სთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ სათამაშო კომპიუტერში თამაშების მთელი ბიბლიოთეკა შექმნათ. კონსოლის კიდევ ერთი უპირატესობა თავისი კონტროლერით გამოიხატება, რომელიც Mojo-s კომპლექტში შედის. მას დამატებითი ღილაკების საშუალებით საკმაოდ მრავალი ფუნქცია გააჩნია. მათი საშუალებით თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ ადვილად აკონტროლოთ ვიდეო თუ მუსიკალური პლეიერი. MadCats-ის მიერ შექმნილი ახალი კონსოლი Mojo გაყიდვაში 10 დეკემბერს გამოვა და მისი ღირებულება $250 იქნება. კომპანია Nest ამერიკელი სახლის მეპატრონეებისთვის და ოფისში მომუშავე ადამიანებისთვის კარგად ცნობილი ფირმაა. მოქალაქეთა მშვიდი ცხოვრების უზრუნველსაყოფად Nest-ის პროდუქციაში გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები. კომპანიის ერთ-ერთი ბოლო გამოგონება Nest Protect-ია. ეს სახლის ჭკვიანი მოწყობილობა კვამლისა და ბუნებრივი გაზის დეტექტორია. Nest Protect-ი თვალყურს ადევნებს სახლში გაჩენილ შესაძლო რისკებს, ხოლო პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში შეგატყობინებთ მას არამარტო ხმოვანი სიგნალით, არამედ iOS-ისა და Android-ის სისტემაზე მომუშავე smartphone-ებზე ან პლანშეტებზე გამოაგზავნის სასწრაფო შეტყობინებას. Protect-ი მობილურ მოწყობილობაზე Wi-Fi-ის საშუალებით სინქრონიზირდება. Smartphone-ის დისპლეის საშუალებით ასევე შეგეძლებათ შეამოწმოთ მოწყობილობის ელემენტის მდგომარეობა. თუ თქვენ Nest-ის სხვა ხელსაწყოს მომხმარებელი ხართ, მაშინ ახალ დეტექტორს შეუძლია კოორდინირება მოახდინოს მასთან. ასე რომ სახლიდან დიდი ხნით გასვლის შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ უკან ხშირად დაბრუნება და გადამოწმება გამორთეთ თუ არა უთო ან გაზი. იაპონურმა კომპანია Sharp-მა Windows 8-ზე მომუშავე ახალი პლანშეტი Mebius Pad დააანონსა. ახალი გაჯეტი Intel Atom-ის 4-ბირთვიან პროცესორზე მუშაობს. კომპანიის განცხადებით, კომპლექტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლები Windows Office-ის ოფიციალურ ვერსიას უფასოდ გამოიწერენ. ხელსაწყოს გააჩნია 10 დიუმიანი დისპლეი რეზოლუციით 2560x1600 პიქსელზე. ამ დროისთვის ეს ყველაზე ფართო ეკრანია Windows 8-ზე მომუშავე ტაბლეტებს შორის. ასევე აღნიშნავენ, რომ Mebius Pad-ის ეკრანი ძალიან ნათელია და სურათები უფრო ლამაზად და სუფთად გამოიყურება. ეს არის LG P768. L სერიის smartphone-ების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მულტიმედიური smartphone. ის უკვე აქ არის. HTC X8-ს ახალი საკულტო დიზაინის საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ მუდმივად იყოთ კავშირზე, არამედ თქვენს ინდივიდუალურობასაც გამოხატავს. Levan LG-ის ტელეფონი მუშაობს Android-ის სისტემაზე, ხოლო HTC-ის ტელეფონი მუშაობს Windows-ის სისტემაზე. მოდით თავდაპირველად დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რა უპირატესობები გააჩნიათ თითოეულ მათგანს.
ოპერატორებს რაც შეეხება Android-ის ოპერაციული სისტემა უფრო მრავალფეროვანია, უფრო მრავალფუნქციურია. აპლიკაციებს რაც შეეხება Android-ზე, უფრო მეტი უფასო აპლიკაციების გადმოწერა შეგიძლია და უფრო მეტი აპლიკაციები არსებობს ვიდრე Windows-ზე და უფრო მეტი განახლებები გამოდის, უფრო მალე და უფრო დახვეწილია Windows-თან შედარებით. ხოლო Windows რაც შეეხება Android-ისგან განსხვავებით, უფრო შედარებით მარტივი მენიუ აქვს და ელემენტის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით უფრო ბატარეა დიდხანს ძლებს Windows-ის ტელეფონების. ანუ ის ტელეფონი, რომელიც Windows-ის სისტემაზე მუშაობს, უფრო დიდი ხნით უძლებს ბატარეა, კი, იმიტომ რომ ოპერაციული სისტემა იმდენად ცოტა მონაცემებს, ანუ ბატარეის ენერგია იმდენად ნაკლებად მიაქვს, რომ ამის ხარჯზე უკვე ელემენტის ხანგრძლივობა უკვე გაზრდილი Android-თან შედარებით. ერთ-ერთი უპირატესობები, რაც არის Windows-ს არის ეს. რამდენი აქვს აქ მოყვანილ smartphone-ებს რეზოლუცია? ეკრანის ზომას რაც შეეხება, LG-ის ტელეფონს აქვს 4.7 ინჩიანი IPS ტექნოლოგიის ეკრანი, რომლის გარჩევადობაც არის 540x960-ზე, ხოლო HD-ს რაც შეეხება, აქვს 4.3 ინჩიანი Super LCD 2 HD ხარისხის ეკრანი, გარჩევადობით 720x1280-ზე, რომელიც დაცულია Gorilla Glass-ის მეორე თაობის დამცავით. ზოგადად smartphone-ების სწრაფ მუშაობას უზრუნველყოფს პროცესორი. თუ პროცესორი ძლიერია, ესე იგი ძლიერი smartphone-ის შეგვიძენია. ამ ხრივ რა ვითარებაა ჩვენს მოყვანილ smartphone-ებში? LG-ის ტელეფონი მუშაობს ორბირთვიან Cortex A9 პროცესორზე, რომლის სიხშირეა 1 GHz. ხოლო HD-ს რაც შეეხება, HD-ს მუშაობს ორბირთვიან 1.5 GHz-იან კრაიტის ბირთვებზე. ორივე ტელეფონს აქვს 1 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება. მეხსიერება 1 GB-იანი. პროცესორებს შორის არის თუ არა დიდი განსხვავება? ანუ პროცესორებს რაც შეეხება, LG-სგან განსხვავებით HD-ს უფრო შედარებით უკეთესი პროცესორი აქვს. დღესდღეობით კრაიტის ბირთვები უფრო კარგ ბირთვებად ითვლება და უფრო სწრაფად მუშაობს LG-სთან შედარებით ამ შემთხვევაში, ამ ორ ტელეფონის შემთხვევაში. რამდენად კარგ სურათებს გადავიღებთ HTC-ით ან LG-ით? HTC-ის ტელეფონს აქვს 8 მეგაპიქსელიანი კამერა, რომელსაც შეუძლია Full HD ხარისხის ვიდეოს გადაღება. ფუნქციებს რაც შეეხება, ტელეფონში შიგნით აქვს ჩამონტაჟებული მხოლოდ პანორამის გადაღების ფუნქცია. ხოლო LG-ს რაც შეეხება, LG-ს ანალოგიურად აქვს 8 მეგაპიქსელიანი კამერა, შეუძლია Full HD ხარისხის ვიდეოს გადაღება და ფუნქციებს რაც შეეხება, ერთ-ერთი რაც ძალიან, ასე ვთქვათ, ძალიან პოპულარული ფუნქციაა ის, რომ ხმით შეგიძლიათ სურათის გადაღება. წინა კამერებს რაც შეეხება, LG-ის ტელეფონს აქვს წინა კამერა VGA კამერა, ხოლო HTC-ს აქვს 2.1 მეგაპიქსელიანი კამერა. მოდი აქვე განვმარტოთ რა არის ეს VGA. VGA არის შედარებით უფრო დაბალი ხარისხის კამერა, გაფართოებით 320x480 პიქსელზე, ხოლო HTC-ს ამ შემთხვევაშიც უფრო შედარებით წინა კამერა უფრო უკეთესი აქვს 2.1 მეგაპიქსელიანი კამერა. ვახსენეთ ფოტო გადაღება, მოდი მიმოვიხილოთ ვიდეო გადაღებაც ასევე ორივე ტელეფონის. ვიდეო გადაღებას რაც შეეხება, ორივე აპარატს შეუძლია Full HD ხარისხის ვიდეოს გადაღება 30 კადრი წამით. ნებისმიერ ფაილს, მულტიმედიურ ფაილს, ფოტოს, ვიდეოს უნდა შენახვა. რამდენი აქვთ შიდა მეხსიერება ამ ორ smartphones? შიდა მეხსიერებას რაც შეეხება, HTC-ს აქვს ინტეგრირებული 16 GB-იანი მეხსიერება, რომლის გაზრდა სამწუხაროდ შეუძლებელია, ხოლო LG-ს აქვს 4 GB-იანი შიდა მეხსიერება, ხოლო ამ შემთხვევაში შეგიძლიათ 32 GB-იანი ჩიპის დამატებაც და მეხსიერების გაზრდაც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ელემენტი. ალბათ ყველა მომხმარებელს სურს, რომ უდროო დროს არ დაგვეხარჯოს ეს ჩვენი ელემენტი და არ პირიქით გააგრძელოს ჩვეულებრივად დიდი ხნით, რაც შეიძლება დიდი ხნით თავის სამუშაო. ამ ხრივ როგორი მდგომარეობა გვაქვს? LG-ის ტელეფონს რაც შეეხება, ბატარეა აქვს 2150 მAh-იანი ბატარეა, ხოლო HTC-ს აქვს 1800 mAh-იანი ინტეგრირებული ბატარეა. ინტეგრირებული. აქვს თუ არა რომელიმე smartphone-ს აიმე დამატებითი ფუნქცია, რაც შეიძლება ითქვას ინოვაციური იყოს ჩვენთვის? ინოვაციას რაც შეეხება ამ ორ ტელეფონს
პორტში LG-ს ტელეფონს უფრო შედარებით HTC-გან განსხვავებით ინოვაციური ფუნქციები აქვს, ის რომ შეუძლია წეგანაც ვთქვით ხმით გადაღება, ანუ ფოტოს შეგიძლიათ ხმით გადაიღოთ და კიდევ ერთი ძალიან კარგი ფუნქცია ძანებით იღებს? ძანებით შეგიძლიათ სურათის გადაღება. და კიდევ ერთი რაც არის ერთ-ერთი კარგი ფუნქცია, ის არის რომ შეგიძლიათ აქვს თარჯიმანი კამერით შეგიძლიათ ტექსტის გადათარგმნა. ლევან, HTC-ის კიდევ ერთი უპირატესობა თავისი აუდიო სისტემით გამოიხატება LG-სგან განსხვავებით. მოდი უკეთ აგვიხსენი აუდიო სისტემის შესახებ HTC-ის. LG-ს აქვს სტანდარტული აუდიო სისტემა HTC-სგან განსხვავებით, რომელსაც აქვს ბიცის აუდიო სისტემა. დიდი მადლობა ლევან შენ, ჩვენ კი შევეზადეთ მაქსიმალური ინფორმაცია მოგვეწოდებინათ თქვენთვის. ამიტომ უყურეთ კიბერჰაუს და გაიგეთ უფრო მეტი. Quite a feat, even for the great Hannibal Barca. ალბათ იშვიათად შეხვდებით სტრატეგიული თამაშების მოყვარულს, რომელსაც Total War-ის შესახებ არსმენია. ეს არის მრავალწლიანი ისტორიის მქონე ფრენჩაიზი, რომლის დეველოპერია The Creative Assembly, ხოლო გამომცემელია Sega. უკვე მრავალი წელია, რაც ეს კომპანიები თამაშს ანვითარებენ და ეს უკანასკნელიც ასეთი დახვეწილი, რეალობასთან მიახლოებული არასდროს ყოფილა. ჩვენს წინაშეა Total War Rome 2. მთელი მისი ანტიკური ბრწყინვალებითა და ძლევამოსილებით. თქვენ გეძლევათ საშუალება გახდეთ უძველესი ისტორიული მოვლენების მონაწილე. აქციოთ რომით ძლევამოსილ, უდიდეს იმპერიათან უარი თქვათ ყოველივე იმპერიულს რახვებზე და მშვიდობის ყოფილი რესპუბლიკა იყოთ, რომელიც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს პატივს სცემს. თუ ზემოთხსენებული შესაძლებლობები არ გიზიდავთ, არსებობს ალტერნატივაც, დაუპირისპირდით რომს. თუნდაც ისეთი უძველესი სახელმწიფოებით, როგორც ეგვიპტე ან კართაგენია. თქვენ წინ უდიდესი მასშტაბების მქონე ტერიტორიაა, იმაზე ბევრად დიდი, რაც წინამორბედ Total War რომში იყო. Our legions have sole military access to their land. I believe the attack will come from Africa itself. თამაშის გამოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა. სერიის ისტორიაში ყველაზე მეტი წინასწარი გაყიდვები სწორედ რომ 2-მა დააგროვა. ეს არ იქნება გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ იმ მარკეტინგულ კამპანიასაც თამაშის მესვეურებმა აწარმოეს. იყო დაპირებები, რომ რომ 2 იქნებოდა ბევრად დახვეწილი, მასშტაბური და სისხლიანი, ისე როგორც არასდროს, რადგან მთელი გეიმპლეი სანახაობრივად ეფექტური და მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო. დიპლომატია, პოლიტიკური ინტრიგები, შიდაკლასობრივი ბრძოლები, ღალატი. თამაშში არსებობს ყოველის თანმდევი პროცესები, რაც იმდროინდელი სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი იყო. ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ არც ისე კარგადაა რეალიზებული. ძნელია ითამაშოთ და ეს გარემოება შეუმჩნეველი დაგრჩით. დავიწყოთ იმით, რომ თითქმის ყველა ფუნქცია გაუმართავია, დაწყებული დიპლომატიით და დამთავრებული ხელოვნური ინტელექტით.
შეხვდებით უამრავ ბაგებს, რომლის უმრავლესობას დეველოპერებს მხოლოდ ბეტა ტესტინგებში თუ ეპარებათ. მიუხედავად იმისა, რომ თამაში ექსკლუზიურად პერსონალური კომპიუტერისთვის არის შექმნილი და მისი გაშვება მხოლოდ Windows პლატფორმაზეა შესაძლებელი, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისეთი ოპტიმიზაცია აქვს, სტაბილურად თამაში უახლეს სისტემებზეც კი გაგიჭირდებათ. ხშირად მოისმენთ მოთამაშეებისგან კომენტარებს, რომ ყველაზე დახვეწილი სტრატეგიის მაგურად ხელში დაუმთავრებელი პროექტი შერჩათ. მათი ამგვარი შეფასებები სავსებით ლოგიკურია და ჩვენი მხრიდანაც არ უნდა იქნეს იგნორირებული. მაგრამ ამ ყველაფერს არგუმენტირებული ახსნა უნდა მოეძებნოს. პირველ მოთამაშემ დაიწუნა მომხმარებლების ინტერფეისი, ეს უფრო გემოვნების საკითხია. სხვა ყველაფერთან ერთად შიდა პოლიტიკური ვითარებებიც ბურუსით მოცულია. რომის ისტორია სავსეა ღალატითა და პოლიტიკურ მოტივებზე მომხდარი მკვლელობებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ხელოვნური ინტელექტია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბრძოლის სისტემასთან. To share my bed with a Roman. Our alliance was born of necessity, not love. რა თქმა უნდა, გვერდი არ უნდა აუაროთ იმას, რომ ნამდვილად დიდი მიღწევაა თამაშის დეტალიზაცია. თითოეულ ფრაქციას, რომ ასეთი რაოდენობის იუნიტები გააჩნია თავის დამახასიათებელი სტილით, ანიმაციით, აღჭურვილობითა და შესაძლებლობებით. თუმცა რა დღის ეს ყველაფერი თუ შუა ბრძოლისას წინ და უკან უაზრო მოქმედებები დაიწყება. ბრძოლის დროს ჩასაფრებების მოწყობა და ტყეში დამალვა, რასაც ასევე კვირდებოდნენ დეველოპერები, არ გამოუვიდათ. რამდენიმე ეპიზოდში მსგავსი ტაქტიკური სვლა კრახით დამთავრდა. ასევე ყურადღებას იქცევს ქალაქის შესასვლელი კარის განადგურების უჩვეულო მეთოდი. არანაირი არტილერია, თქვენ პირდაპირ ცეცხლოვანი ისრებით შეგიძლიათ უზარმაზარი კარიბჭე ნაცარტულად აქციოთ. ეს რამდენად აპრობირებული მეთოდი იყო იმ დროისთვის ამ კითხვაზე პასუხი ისტორიკოსებსა და სამხედრო ექსპერტებთან უნდა ვეძიოთ. ერთ-ერთი კარგი სიახლე არის ის, რომ შესაძლებელი გახდა სახმელეთო და საზღვაო ბრძოლები პარალელურ რეჟიმში ერთ რუკაზე ვაწარმოოთ. თუ მეომრები შემოგაკლდებათ, შეგიძლიათ დამხმარე რაზმი გადმოსხათ ნაპირზე, ან ისიც მოხდეს, რომ ტერს მოუნდეს იგივეს გაკეთება. ამ შემთხვევის თავიდან ასაცილებლად განათავსეთ ფლოტილია სანაპიროს მისადგომებში და წინააღმდეგობა გაუწიეთ მეტოქეს. დამეთანხმებით და ეს ნამდვილად კარგი სიახლეა, თუმცა აქაც ხელოვნური ინტელექტის პრობლემაა და უამრავი ბაგები შეგვხვდებათ. პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან ეს ყველაფერი დიდ დროს წაიღებს. მთავარი კითხვა, რაც შეიძლება გაგიჩნდეთ, არის თუ არა გამოსავალი. დაგაიმედებ და გეტყვით, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება პატჩების საშუალებით. დეველოპერებმა საჯაროდ მოიხადეს ბოდიში და დაგვირდნენ ყველაფრის გამოსწორებას. ამ ეტაპისთვის უკვე მეოთხე პატჩია გამოსული და მეტნაკლებად ხერხდება პრობლემების ფიქსაცია. ასე რომ, მთელი რიგი ტექნიკური პრობლემები ნუ შეგაშინებთ. თუ თქვენ ნამდვილად გსურთ წარსულის სასტიკი რეალობის ხილვა, როგორ დაუნდობლად უპირისპირდებოდნენ სახელმწიფოები ერთმანეთს, როგორ ხდებოდა შიდა სახელმწიფოებრივი ძალაუფლების გადანაწილება, ღალატი, შეკვეთილი მკვლელობები, ბრუტალური ბრძოლები, ეკონომიკა, დიპლომატია, ერთი სიტყვით, ყველა მართვის სადავე თქვენს ხელშია. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება. საინტერესოა თქვენგან ვინ დადგება მშვიდობის მყოფელი თუ ტირანი. სიტყვა კომპიუტერული გრაფიკა უკვე დაფუძნდა 1961 წელს. ეს იყო უილიამ ფეტერი, ბოინგის დიზაინერი, რომელმაც შექმნა ადამიანის პოზიცია, ესე ვთქვათ, თვითმფრინავში, ანუ როგორ იჯდებოდა, რამდენიმე ხედიდან. ანუ ამ შემთხვევაში უკვე დაპატენტდა ეს სიტყვა კომპიუტერული გრაფიკა. იმის მერე გაიარა მრავალი სტადია განვითარების, ეს იქნებოდა მედიცინის სფეროში, სამეცნიერო სფეროში, თამაშების ინდუსტრიაში ყველაზე მეტად რა თქმა უნდა, ასევე ტელევიზიამაც ფართოდ დაიწყო უკვე მისი გამოყენება. გრაფიკასთან ერთად ასევე ვითარდებოდა თვითონ ტექნიკა. ტექნიკის გარეშე უკვე გრაფიკა შეუძლებელი იქნებოდა, რომ განვითარებული. კომპიუტერულ გრაფიკაში, ესე იგი ვიზუალურ ეფექტებს შორის და სატელევიზიო გრაფიკას შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ სატელევიზიო გრაფიკა არის უფრო აბსტრაქტული ტიპი. აბსტრაქტული რაღაცა არის. ანუ VFX-ი დაუშვათ შეგიძლია მოყვე, დაინგრა შენობა, ამოასხა წყალმა, ჩაიძირა გემი, შეგიძლია რომ მოყვე, მაგრამ ძალიან რთულია მოყვე სატელევიზიო გრაფიკა. იმიტომ რომ აბსტრაქტ არ არსებობს ეგეთი რაღაც, ხო, რაღაც დროსა და სივრცეში კაფანტული რაღაცა არის.
ამაში მდგომარეობს ამ საქმის დიდი ეშხიც, რომ ფანტაზია უფრო უნდა ამუშაო, წარმოსახვის უნარი უნდა გქონდეს ძალიან გახსნილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უნდა იყოს სიახლის ძებნა, იმიტომ რომ შენ შეიძლება რაღაც გააკეთო და ერთ თვეში გამოვიდეს პროგრამის რაღაც ისეთი ნაწილი, რომელიც აადვილებს ამას ყველაფერს და 2 დღის მაგივრად 1 საათში კეთდება თურმე ყველაფერი. სუახლის ძიებაში უნდა იყოს და სულ ვითარდება და იზრდება ეს შესაძლებლობები. ანუ იმის იმედზე არ უნდა იყოს რომ რაღაცა ისწავლე დახელონდი რაღაც სფეროში და უცბად მე ამით გავიტან ჩემ თავს. ვიღაცა გაკეთებს შენზე ჩქარა და სატელევიზიო გრაფიკა ყველაზე ჩქარა მუშაობს და ყველაზე ჩქარა ტრიალებს ეს იდეები, დიზაინი, გაფორმება და ჩაბარება და ყველაზე აჩქარებული ვარიანტი არის ჩემი აზრით. განსაცმელივით ვერ იტყვი რომ დაუშვათ მოდაშია ესა და ეს ფაქტურა, ესა და ეს მოძრაობა. არ ამგონია რომ რაღაც მაგასთან გქონდეს საქმე, მაგრამ მოდაში არის ის რომ ხალხი ხდება და იფიქრებს რაღაც ახალს, განსხვავებულს, ორიგინალურს, თულს, უფრო საინტერესოს. დღესდღეობით მთლიანად სოფლიოში შეიძლება ითქვას, რომ უფრო ტენდენციური გახდა motion design-ი, ეს იქნება ორგანზომილებიანი ელემენტების განაწყობილი კომპიუტერული გრაფიკა, თუ სამგანზომილებიანი ელემენტების განაწყობილი კომპიუტერული გრაფიკა და ასევე 3D ანიმაცია. უკვე ძალიან ხშირად ვნახავთ ჩვენ NFL-ის პრომო ვიდეოებს, რომელიც მთლიანად 3D გრაფიკისგან არის აწყობილი, ანიმაცია არის ძალიან დიდი რაოდენობით და ეს აღარ არის უკვე უბრალოდ რაღაც სურათების მონაცვლეობა და ასე შემდეგ, რაც უფრო შეიძლება სხვა უფრო დაბალ განვითარებად ქვეყნებში შეხვდეს. ანუ სოფლიოში ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ უკვე საკმაოდ მაღალი დონე არის კომპიუტერული გრაფიკის მხრივ. აი აქ ომი გვაქვს ხოლმე რა ხანდახან, რომ აი არის რა ხალხი, ვინც თulis რომ აი გაცილებით უფრო გემოვნებიანია რაღაცა თუ არ იქნება 3D და არ იქნება პლასმასი და იქნება დვადე და ნახატი და ასე შემდეგ, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები ვერანაირად. ყველანაირ გადაცემას, დაუშვათ იუმორისტულ გადაცემას, სხვანაირი შეფუთვა უნდა, სხვანაირი მიდგომა უნდა, ნიუს სხვანაირი, მუსიკალურ სხვანაირი. შეიძლება რაღაცას უხდებოდეს დვადე, რაღაცას ხატავდეს მინიმალური, აი მინიმალისტური შეფუთვა და რაღაცას ჭირდებოდეს ძალიან ბევრი ზიზილ-პიპილო დეტალი. მაგალითად აი კომედიურ გადაცემებს აი უხდება აი პირდაპირ თქვათ აი ბევრი ჭალებში გოიმური ფერი ძალიან უხდება რა აი სასაცილო ხდება ძალიან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ნიუსი იყოს აი ესევე აჭრილ-დაჭრილი ფერი. ეს გრაფიკა ჩვენ ქვეყანაში მე ჩემი აზრი მაქვს ესეთი რა რომ საკმაოდ კარგ დონეზე არის და აქაური ხალხი ვინც არის ბევრად ნიჭიერები არიან ვიდრე უცხოელებთან რაც კონტაქტი მქონია და იმათი ნამუშევრები ვნახია. უბრალოდ მუშაობის პრინციპები აქვს განსხვავებული უფრო დროის თვალსაზრისით რა. აქ პატარა ქვეყანა ჩქარა ფუსფუსებს ყველაფერი და ყველას ეჩქარება რა. ნელი მოცდილი პროდუქტი არავის არ უნდა რა. აი ყველა გრაფიკოსი არ არსებობს რომ აქ ქვეყანაში იყოს ისე და სულ იმაზე არ წყდებოდეს რომ რისი გაკეთება შეუძლია და როგორ ვერ ასწრებს ამ ყველაფერს. მიმუშავია სხვა ტელევიზიაში ბევრ გამქონია საქმე და აი უფროსობისგან მოდის ძირითადად რა ეს მუხტი რომ ურჩევნიათ რაღაცა უკვე გამოცდილი მეთოდი, ურჩევნიათ რომ კრეატივზე, დიზაინზე ბევრი ფული და დრო არ წავიდეს და კოპიო გააკეთონ რაღაცის, ნუ გადმოაქართულონ, ვიდრე რაღაც ახალი შექმნან. რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, აჩვენებს და იმას გაიმეორებს. ამიტომ ზუსტად აი 20 წლის წინ რაღაცა რაც მოდაში იყო დაუშვათ ამერიკაში და ევროპაში, იმას აკეთებინებენ ხოლმე დღეს რა ქართველ გრაფიკოსებს და ქართულ ტელევიზია ძირითადად აი ესე არის შეფუთული ხოლმე. საქართველოში მე მგონი მე რაც მინახია უფრო ის GDS-ი რომელიც არის ორიენტირებული რომ ეს გაფორმება იყოს რაღაც უფრო თანამედროვე და უფრო გრაფიკული. მე რაც მინახია სხვა არხებს უფრო რაღაც სხვანაირად სხვა ისენი აქვს მიმართულება. ხო და რა ვიცი ისე კარგად გამომდის შეგჯერობით ეგ მე მგონი. შეიძლება ძალიან ისე სუბიექტური იყო, მაგრამ ისევ GDS დაუბრუნდები ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ბოლო დროს გაკეთებული ჩვენი კომპიუტერული გრაფიკების სატელევიზიო ტიხრები იქნება თუ პრომოები, მე მგონი ჯერჯერობით თბილისის დონეზე სატელევიზიო სფეროში ყველაზე მაღლა დგას, შემიძლია ვთქვა თამამად და ამის არ მომიგდება არსად. GDS-ზე მაგალითად, როდესაც რაღაცა
დავალება გვაქვს, დაუშვათ ტიხარი გვაქვს არხის გასაკეთებელი. უბრალოდ გვეუბნებიან გასაკეთებელი რო არის, მე ჩვენ კონკრეტული რაღაც ესე ცხრილი არ გვაქვს რა, რომ დაუშვათ ვინმე უნდა მოიფიქროს, ვიღაცამ უნდა ნახოს. არა, ესე უბრალოდ ხდებით, ლაპარაკობთ, როგორი შეიძლება იყოს, როგორი არ შეიძლება იყოს, თავარ ხაზებს ხატავთ ხოლმე ხანდახან უბრალოდ და ესე ჩანახატებით, თითო კადრის რენდერებით რაღაცა დასკვნამდე მივდივართ, რომ აი ეს მოგწონს, ეს შეიძლება რომ იყოს, ეს გავაკეთოთ. ხანდახან ჩვენი კრეატიული ჯგუფის ბიჭებიც გვეხმარებიან ხოლმე. და აი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გავაკეთოთ ხოლმე რაღაცის აი პლაგიატური მიბაძვები არ გავაკეთოთ ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს ეგეთი გრაფიკა, მეც გამიკეთებია პირადად, არ მწვენია. მაგრამ აი ამ პლაგიატობითაც რაღაც ვისწავლებ თვლი და აი დღესდღეობით, დღეს როდესაც რაღაცას მავალებენ, აი ყველანაირად თვალებს ხუჭავ და სპეციალურად არ შევდივარ არანაირ საიტზე, რომ რაღაცა მაინც არ მომეწონოს და მაინც არ ვნახო. ვიყენებ ძალიან ბევრ პროგრამას, მათ შორის ყველაზე ფართოდ გამოყენებადი არის Maxi და Cinema 4D ჩვენ სფეროში ამ შემთხვევაში, რადგან სწრაფად გვაძლევს იმ ხარისხს, რაც გვჭირდება და არ გვიწევს ძალიან დიდი ხანი ლოდინგი, როცა ეს ხდება უფრო განვითარებად პროგრამებში და მაღალ დონის პროგრამებში, სადაც გაცილებით ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგიც უკეთესია რა. ამ შემთხვევაში ვცდილობ Maxi და Cinema 4D-ს დავკმაყოფილოთ თავიდან ბოლომდე, ეს იქნება კიდევ After Effects-ი თუ Photoshop-ი უკვე post production-ის პროგრამები, რომელთაც ვქმნით უკვე რაღაც ისეთ ღირებულ პროდუქტს, რომელიც იმ ვადებისთვის აბსოლუტურად მისაღებია და დასაშვებია, ესე ვთქვა. მე ვუშაობ პირადად Max-ში. Maxi საერთოდ არ არის სატელევიზიო გრაფიკისთვის საუკეთესო არჩევანი, იმიტომ რომ სინემა გაცილებით უფრო ჯობია თუნდაც. Maxi უფრო არქიტექტორებს მოწონთ ხოლმე, მაგრამ როდესაც რაღაც პროგრამა იცი, თავისუფლად შეგიძლია ერთი და იგივე რაღაც გააკეთო სინემაშიც, მაიაშიც და Max-შიც. პროგრამებს შორის მიდის საერთოდ დავა არის ზოგს Maxi მოწონს, ზოგს Cinema, ზოგს Soft Image არის ესეთი, ვინც ერკვევა. მარტივად შეიძლება ნახოს. მე თავიდანვე მირჩიეს მაია გამოცდილმა ადამიანმა, მამაჩემმა. რადგან ბევრი ქონდა ეს პროგრამა მოსინჯული უკვე და საუკეთესო რაზეც გააკეთა არჩევანი, ის დამაწყებინა. მე და სხვა პროგრამებს აღარ შევხებივარ იმის მერე, რაც დავიწყე, ვერსად ვერ ვიპოვე ის ჩემი თავი. კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ გრაფიკის, რომელ მხარეს არჩევს. სატელევიზიო გრაფიკისთვის ჯობია ერთი პროგრამა, ეს რაღაც არქიტექტურული განხრით მეორე ჯობია, ანიმაციისთვის კიდე სხვა ჯობია. მე ვიცოდი რომ ანიმაცია მინდოდა და ანიმაციისთვის საუკეთესო არის ეს მაია. ანიმაცია, პერსონაჟის ანიმაცია ცალკე თემა არის და ის ლოგოების ბზრიალი და რაღაც ის ცალკე ანიმაცია თითულება ეგეც და აი ხა ჩვენთან მაგალითად ის არხის შეფუთვა Max-ში კეთდება და მე ცალკე სხვა პროგრამაში მუშაობდა, მაგრამ საერთოდ ძირითადად მაინც მაიაში მუშაობთ მთელი ჯგუფი რა. ძალიან დიდი სირთულე საქართველოში კომპიუტერულ გრაფიკასთან დაკავშირებით არის ის ამბავი, რომ აი ახალგაზრდა ადამიანს ხო დაუშვათ, აი უბრალოდ რომ გაიგო რომ ეს სფერო არსებობს, არა აქვს იმის საშუალება რომ ადგეს და ისწავლოს, აი არ იცის ვის მიაკითხოს, ვისთან მივიდეს. იმიტომ რომ არ არსებობს არანაირი სკოლა, даже სამხატვრო აკადემიაშიც კი ამას არ ასწავლიან და უწევს ადამიანს თავისი ნერვების, თავისი ცუდი კომპიუტერის და ასე შემდეგ ხარჯზე რაღაც წვალება ძალიან ბევრი. ჭირს კარგი გრაფიკოსის შოვნაც, რა თქმა უნდა, მაინც ვიწრო და ისე მცირე ხალხის თავში წყდება, რომ უნდა გამოვიდეს გრაფიკოსი, ძალიან ბევრი თვისება უნდა ქონდეს ადამიანს, რომ დაჯდეს, სწავლა უნდა იცოდეს, აინტერესებდეს. კარგი იქნება თუ რამე იარსებებს სკოლასავით, სადაც აუხსნიან ადამიანს ელემენტარულ კომპიუტერულ გრაფიკას რა, უბრალო რაღაცეების გაკეთებას, რომ მე თავისთავად უფრო მარტივად განავითაროს და ამით დავეწევით და პირობას ვიძლევი, რომ გავასწრებთ კიდევაც მსოფლიოს. აღარ დაგვჭირდება ეს პლაგიატობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კარგი გრაფიკული ნამუშევარი რო შექმნა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ადამიანის ხედვა არის რა. ანუ აქ უკვე იმის ცოდნაზე და კომპიუტერულ ინტელექტზე მაღლა დგას გემოვნება და ფანტაზია.
და ადამიანს თუ ხატვის უნარიც აქვს, ანუ ხელით ხატვას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ხელით ხატვის დროს რაც ვარჯიშდება, რაც არის ხედვა, რაც დაინახე, იმის გადმოტანა რომ მიხვდე რომ იმას რომ მიამსგავსო შენ აქ რა უნდა შეცვალო და როცა არ გავს ამას რა უნდა დაამატო რომ ზუსტად ის გახდეს ის თუ მილიონში ერთი სახეა თუ ვიღაცას ხატავ ზუსტად ის მილიონში ერთი კაცი რო გახდეს აქ რა უნდა შეუცვალო ამას აი ამ ხედვას როგორც კიწებ მე გამოდის უკვე ის რომ რაღაც ცხოველის გაკეთება რო გინდა ზუსტად პატარა დეტალებს იჭერ რომ რა გააკეთო რომ ის ცხოველი გარეალურდეს და ხანდახან არის რომ მუშაობ და უყურებ და ეთყობა რომ გრაფიკა არის ეს ყველაფერი და არ არის ნამდვილი მან უნდა იყოს უკვე ის თვალი გავარჩევ დრო იღლები მე საერთოდ ვეღარ ხედავ აი რაღაც დასვენებულზე რო უყურებ კიდე ხედავ რა რომ აი ამას რა აკლია რომ გახდეს ის რეალური ნამდვილს უყურებ შენსაც უყურებს და აი ამ გადმოტანას ავარჩევს ხატვა ასე რომ ეს ხატვაც არის ერთ-ერთი ამის განვითარების თუნდაც იგივე ფანტაზიის და გემოვნების კარგი საშუალება ჩემი აზრით რა არის ბევრი კარგი გრაფიკოსი რომელიც საერთოდ ვერ ხატავს მაგრამ არ არსებობს კარგი მხატვარი რომელიც კარგი გრაფიკოსი ვერ გამოვა თუ მოინდო